მოგესალმებით Geo Road Mania-ს მაყურებლებო, მე ვარ გიორგი ციკლაური და დღეს შემოგთავაზებთ Pajero Pios test drives. ეს არის დალიფტული 10 სანტიმეტრზე. აქედია 30 ინჩიანი საბურავები და 1.8 GDI ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 169 ძალას. რამ არ აქვს ამ ავტომობილს, მართალია, მინუსია ეს ამ მანქანისა. მაგრამ ასეა თუ ისე მაინც დადის და უგზაობაში შეუძლია გადაადგილება. საკმაოდ კარგად გადაადგილება. ძრავიც ეხმარება ამაში. ყოფნის ძრავი ასე Subaru off-road-ში ყოფნის ძრავი და ჩვენ თუ მთვარეზე გაფრენა მოვინდომეთ, იქ რა თქმა უნდა დიდი კუბატური ძრავები დაგჭირდება. ქარხნულად ეხლა მაინც ასეა თუ ისე ასეთ საბურავებს ერევა. და ყველანაირად სისტემა ეხმარება ამ ავტომობილს, რომ უპრობლემოდ გადაადგილდეს ასეთ გზაზეც კი. სხვა რა ვიცი, კუზავი მაინც და მაინც კარგად არის დაპროექტებული, ადვილად არ ფუჭდება, ცოტა ჩვენი კუზავი ცოტა ის არის off-road სტილშია გადაკეთებული და ადვილად არ ლპება ეს კუზავო, არ ფუჭდება და არის საკმაოდ გამძლე. ასევე აქვს ამ მანქანას საკმაოდ გამძლე ისა დაკიდების სისტემა, პატოვისკა, ასე რომ ვთქვათ. მართალია ღიაყიდებით არის, ბლოკირება თითქმის 0 აქვს. მაგრამ საშუალო დიაგონალებს ასე თუ ისე უმკლავდება, აქვს იმის ძალა რომ გაუმკლავდეს. ძალიან დიდი დიამეტრის დიაგონალებისთვის ცოტა უჭირს გამკლავება და გადავინაცვლოთ უკანა მხარეს ახლა. ახლა მე გეტყვით თუ რატომ ჯობია ქარხნულ ავტომობილს ეს მანქანა დიაგონალებზე გადასვლაში და უსწორმასწორო ადგილებში. ამორტიზატორები არის დაგრძელებული, ანუ პადოვისკა არის თითქმის შეცვლილი. და უფრო გაძლიერებულიცაა, უფრო ამტანიცაა და შედარებით უფრო იშვიათად შეიძლება გაასხას ასეთ ამორტიზატორები. სხვა რა ვიცი, სხვა მანქანა თითქმის რა ვიცი, კარგად არის გაკეთებული. მიყვება ბოლომდე ორივე დიფერი ერთმანეთს სწორად ზუსტად. ანუ ერთმანეთს არ უსწრებს ან წინა ან უკანა დიფერი და თავის საბურავებსაც კარგად ერევა. სხვა დანარჩენი თითქმის ქარხნულია ყველაფერი. რა ვიცი, შეცვლილია აფერი არა. საკმაოდ ძლიერი დიფერები აყენია ამ ავტომობილზე. და როდესაც ხოდი ეგრეთ წოდებული აქვს მომატებული, ანუ დიაგონალებზე დალიფტულია. ამ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ბევრად აღემატება სტანდარტულ Pios. შედარებით უფრო ადვილად გადადის დიაგონალებზე და იამები როცა არის ხოლმე იამაზეც რა თქმა უნდა უფრო იოლად გადავა ბევრად ვიდრე სტანდარტული Pios კლირენსი არის თითქმის იმისთვის რომ გაიაროს ის სადაც ეს ავტომობილი გაივლის. აქ მე თავიდან ცოტა შეცდომა მომივიდა, მეგონა ტურბინით იყო ეს ძრავი და 160 ცხენის ძალა მეთქი. როგორც აღმოჩნდა არ არის ეს მანქანა ტურბო და გამოიმუშავებს 136 ცხენის ძალას ქარხნულად ეს ძრავი. საკმაოდ კარგი ძრავია ეხლა. მიყვება მანქანას და რავი, ზეც იკლებს ეხლა, ზეც თითქმის Pios უმეტესად ძრავები იკლებენ ყველა, ერთეულები არ იკლებენ მარტო. და კიდევ ეს ძრავი არ არის სტოკი, ანუ გამშვებიც აყენია სპორტული, შემშვები და ეს ძალიან ეხმარება მანქანას, ძრავს გაწევაშიც ეხმარება და თანგაგრილებაში. და აქვე გვაქვს შნორკელისთვის დასაყენებელი ადგილი, შეგვიძლია შნორკელი დავაყენოთ და ღრმა წყალში გადავაადგილდეთ ზედმეტი თავის ტკივილის და ნერვების დაღლის გარეშე. მოკლედ ამ მანქანას მაინც და მაინც პრიმიტიული სალონი არ აქვს, ვიზუალი. კარგადაა მოწყობილი და პროექტებული off-road-ისთვის, რომ ზედმეტად ხელი არ შეგვიშალოს. ტორპედოც გამძლეა, ანუ ტალახისთვის, რაღაცისთვის ადვილად არ ისვრება, არ ფუჭდება და პრიბორებს რაც შეეხება. პრიბორები გვიჩვენებს თითქმის ყველაფერს. როცა ირთვება წინა ხიდი, როცა ირთვება 4 HLC, ანუ Super Select და LLC, ანუ რაზდატკა. ამ მანქანას გააჩნია Super Select, როგორც წეგან აღვნიშნე, ანუ ცენტრალური ბლოკირება, როდესაც დიფერებზე დაწოლა არის 50-50-ზე.
ასევე ამ მანქანას აქვს ის ფუნქცია, რომ დიფერებზე დაწოლა იყოს ცოტა არასწორი. როდესაც ვთავთ მხოლოდ წინახიდს. თავიდან ყველაფრის გარეშე ერთვება წინახიდი. ამ დროს დაწოლა არის წინა დიფერზე 30% და უკანაზე 70%. და ეს წინა ვიდეოშიც აღნიშნე, რომ ერთ-ერთი მინუსია ამ მანქანისა, იმიტომ რომ ზედმეტი თავის ტკივილია სუპერ სელექტის შექმნა. არაა საჭირო. შეიძლება და გაეკეთებინათ ისე, რომ პირდაპირ წინახიდის ჩართვისას 50-50-ზე ყოფილიყო ორივე დიფერზე დაწოლა. და ეს 30-70-ზე დიდად გამართლებული ტაქტიკა არ არის, რა ვიცი, ძალიან იშვიათად თუ ამართლებს და ესეთ ადგილებში თუ გინდა ამოსვლა და ღრმა ოფროუდში სიარული, მაინც უნდა ჩართო სუპერ სელექტი და მაინც უნდა გამოიყენო და მაინც და მაინც გამართლებული ტაქტიკა არ არის. კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც, რომ ცოტა სუსტი რიჩაკია გადამრთველების რაზდატკის და ეს უხეშად თუ მოეპყარი, ადვილად ფუჭდება, ბურთულა აქვს ერთი, რომელიც ტყდება. და მე ცოტა ბევრი ჩალიჩი გიწევს ამის გამოსასწორებლად, შეიძლება გაგეჭედოს მე სიჩქარეში, ანუ ან HLC-ში, ან LLC-ში და ქვეშიდან მოგვიწევს შეძრომა. და კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, ამ მანქანაზე როგორც არის ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფი. მექანიკური, რა თქმა უნდა, უფრო ეკონომიურია და ოფროუდში უფრო გამომდგარიცაა. ავტომატიკა ცოტა ფაქიზი სისტემაა და შეიძლება ადვილად გაფუჭდეს. სიო. დავქოქოთ ავტომობილი. კარგად დაიქოქა. მანქანა არის აბსოლუტურად გამართული. მოდი გავიაროთ ახლა და დანარჩენს გზაში შეგატყობინებთ. ჩავთოთ წინახიდი და კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც. როდესაც ვთავთ მხოლოდ წინახიდს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ანუ პირველშიც იყოს, მეორეშიც, პეშიც, ერშიც. მაგრამ როდესაც ხიდი აღარ ყოფნის მხოლოდ და გვჭირდება ძრავის დახმარებაც და სუპერ სელექტისაც, ამ შემთხვევაში ვაგდებთ ნეიტრალში და უკვე ურთავთ ყველაფერს. შევჩავთოთ წინახიდი და HLC, ჯერჯერობით მეტი არაფერი გვინდა. წავედით. და ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო კიდევ, რომ როდესაც ასეთ უსწორმასწორო ადგილებში გვიწევს სიარული, დეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ დეთი წვალობს კარობკა და შეიძლება წინა ვიდეოშიც აღვნიშნეთ, ჩაგვეშალოს, დავრჩეთ იქ და არღის წვალებად. საწვავსაც ბევრს წავს, როდესაც მანქანა ძარას ვერ ერევა და მოკლედ გამომდგარი ტაქტიკა არ არის. საერთოდ მოვიქით ბიჭო. ისე ავალ ჩაურებელად. კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, რომ მანქანა დადის საკმაოდ რბილად, უხეში არ არის, თან დალიფტულია ეს ავტომობილი და ძრავიც ერევა, ასე რომ ვთქვა, თავის თავს ლოუთი მივდივართ ახლა და ნახევარზეც არ მიდგას გაზზე ფეხი. ნუ დიდი აღმართი არ არის სერიოზული, მაგრამ მაინც კარგად ერევა. მანქანა მართლა იდეალურია, რა ვიცი, ცუდის თქმა არ შემიძლია და დანარჩენ რასიზავს, ამას გაგაგებინებთ ცოტა ხანში. წვა, რავი, ბევრი არ აქვს ამ ავტომობილს. წინა ვიდეოში კი აღნიშნე 8 ლიტრა აქვს თქო. მაგრამ ამას ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი აქვს წვა. მოდით ახლა ზემოთ წავიდეთ. რაც მთავარია და შუაგზაში არ მიჩერდება მანქანა რაზდატკის გარეშე.
რა ვიცი, ბევრი ავტომობილი SUV და დანარჩენი ოფროდის ავტომობილები ამ აღმართს ნამდვილად ვერ გადალახავდნენ. ნუ ცხენიგზალები ცხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, ეს არის 1 და 8 და საკმაოდ კარგი მანქანაა. 160 ცხენისძალით. ნუ არის ზოგი 116 ცხენისძალით არიან ხოლმე. კაი, ხა გათიშე. ესე იგი, გადავწყვიტეთ ერთი პატარა შეჯიბრება მოვაწყოთ. ჩვენი მოდერნიზირებული, დალიფტული, ანუ გაძლიერებული ხოდით იოსი და აბსოლუტური სტანდარტული პაჟერო. შევაგანოთ დიაგონალებს.
დაგიტახვედი, რას დაგიტახვედი, ხო? ხო, დადი მაგით, ისევე. არა, ხო, დავიდეს მაგით. აღარ მისეგას გააჩენ. თორმუზე ეგრე. გარას გონი მანდეჯანო. მაშინ მანდეჯანო მაგრად ჩა. აი ესე, აი ის გადაღება მინდა. მოდი. ეს? დაიწყე ბიჭო, ხა. აი წესა. სალიხით. სალიხით გადმოდის. როგორც ის ჩავიდა. ო, ეგრე ეს გადმოვა. ეს კი გადმოდის. გადაიკატავი, აი. იქით აიღე. იქით აიღე. აი ეგრე, გადი. არა. ო, შენო მიაწვენე ხო ხავა. ასიამონო ხმათა მიეციგა. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. Let's go! I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Love the hitman. I'm a hitman. Love the. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Love the hitman. I'm a hitman. Love the. Ula, faz. აუ, შეიძლება არ შეიძლება, მაგალ არ უნდა თავი. დიდი ხარ. ახსენია. წყალმა არ ამოასხეს. შენ ერთი კაი ბრაზილიანი ჩოკინა გიგა. მოგლებოდა მაგი არა ჯაყელებოდი რა. აკუმულატორი მაინც დავამაგრე. ბიჭო სამაგრი არა ეს ხო დიდი ჩავდი და დასაბეჭდი. ეს მიერთო ისკენი ბიჭო. ტრეშუტ კაროვანი მაგი. დროსენდა. ვასაც მოგი ეხა ამოვადი. დროსელი ნახე, დროსელი. ამ შეკრებას გადავიდეთ, დავდებ, რატომ? არა, კაცო გაუშვებ, დავდე ნახვები ექნება და მოიცა. ნახე რა კადრები გადავიღო, ორ გადავ. გადა ვაფშე ყველამ სათავად ჩავიდეთ, ერთ-ერთ მაგარი ვიდეო გავავიდა. ეს ტრავის არ მინდა შემეწირო. კიდე ადრა. ოიცა გადაუჭი. უთო ხანაურ და იმას
ანუ პრობლემა დავიდა და ჩადი კი ამაზე თქვი რა ერთი ორი სიტყვა შეცავარ Hey, ეგრე არ აქნა ძმაო, არა ხოჭო ცეთე. ველა ერთი ხოჭი გაჭარდა, ვარდე რა. ეს გავიქარი ბაშტი. აი, ეს გასულია და ეგა